ეს რეზოლუცია საქართველოზე იქნება ახლა მიღებული უმრავლესობით ყველა ევროპული ქვეყნისა და ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ იქ წინასწარ შეფასებულია 4 ოქტომბრის მსხვერპლ შეწირვა. ეს არის პირველი საერთაშორისო შეფასება. ამიტომ არავის არ გამოუამტკიცება, რომ ის მსხვერპლ შეწირვა, რომელის გამართვასაც აპირებს 4 ოქტომბერს ჩვენი დროებითი ადმინისტრაცია რამენაირად სამართლიანი ან დემოკრატიულია. მისი დაგმობა წინასწარ უკვე დაიწყო. მე მინდა გითხრათ, რომ ყველა იმის საწინააღმდეგოდ, რომელიც დააპირებს, ვინც დააპირებს, რომ 4-ში ან მივიდეს არჩევნებზე და მით უმეტეს მონაწილეობს ამ არჩევნებში, ვისაც ძალიან უნდა, რომ ამ არჩევნებს დაერქვას შეჯიბრებითი არჩევნები. ის უპირისპირდება არა მარტო ქართველი ხალხის ჩვენ ნებას, არა მარტო ჩვენ ისტორიულ არჩევანს, არამედ უპირისპირდება ასევე ჩვენ მეგობრებს და იმ სივრცეს, სადაც საქართველო უნდა იყოს. მე მესმის, თუ მაგალითად ბრემენელ მუსიკოს უნდა რომ შევიდეს პარლამენტში და ამით თავი გადაირჩინოს და თავისი 12 თოჯინა პარლამენტში შეიყვანოს, მოლაპარაკე თოჯინა. გასაგებია, ყველაფერს იტყვის, ყველაფერს დააბრალებს ხალხს და დაემსგავსება გენადი ზიუგანოვს. გახსოვთ გენადი ზიუგანოვი? გენადი ზიუგანოვი ეს იყო რუსი პოლიტიკოსი, რუსული კომუნისტური პარტიის ლიდერი, რომელმაც შეუქმნა ვლადიმერ პუტინს დემოკრატიის ფასადი. და ყავდა იქ დუმაში კარგად და უქმნიდა წარმოდგენას, რომ რუსეთში ოპოზიცია არსებობს. თუ ვინმეს უნდა, რომ იყოს ქართველი ზიუგანოვი, მას შეუძლია ეს არჩევანი გააკეთოს. თუმცა, თუ გადავხედავთ საერთაშორისო ასპარეზს, შესაბამისი შეფასება ამ არჩევნებისა, ამ მსხვერპლ შეწირის ოპერაციისა გაკეთებულია.